საქართველოს დედაქალაქი ტურისტებისთვის ისევ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად რჩება. ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებების სიაში თბილისი მესამე ადგილზეა. მოგზაურობის ტენდენციები ამერიკულმა ექსპედიამ შეაჯამა და ციურიხისა და ბაზელის შემდეგ ტურისტულ რუკაზე სწორედ ჩვენი დედაქალაქი მონიშნა. ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენი ქვეყნისადმი, ეს პირდაპირ ისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, როდესაც ხედავთ, რომ გლობალური დაჯავშნის სისტემებითაც მზარდია ჩვენი ქვეყნისადმი მოთხოვნა საერთაშორისო ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, ექსპედიას მხრიდან აღნიშნული სტატისტიკის გამოქვეყნება, მათ შორის საერთაშორისო არეალზე ამყარებს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. ექსპედიამ კვლევა ზაფხულის ჯავშნების სტატისტიკა დაურთო, საიდანაც ირკვევა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში წინასწარი ჯავშნების რაოდენობამ 145%-ით მოიმატა. ეს კი კერძო სექტორს ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების განსაკუთრებულად მაღალი აქტივობის მოლოდინს უქმნის. ევროპის მასშტაბით და ამერიკის მხრივ მოგზაურთა უმეტესობა ამ არხებს უყურებს და ცხადია აქედან ან ჯავშნის, ან თუ არ ჯავშნის შეფასებებს მაინც ნახავს თბილისთან დაკავშირებით და როდესაც თბილისი ასეთი ფორმით აქტიურდება, პირველ სამეულში ხდება. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და ცხადია მაღალ აქტივობას გამოიწვევს ჯავშნების თვალსაზრისით. თბილისს რომ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამას დედაქალაქის მერიც ადასტურებს და ამბობს, რომ ამ შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა ქალაქში არსებულმა უსაფრთხო გარემომ იქონია. გვაქვს ულამაზესი ადგილები, რეგიონები, ულამაზესი დედაქალაქი, თავისი კულტურით, თავისი ტრადიციებით, თავისი წარსულით, სამზარეულოთი, არის უსაფრთხო ქვეყანა, არის უსაფრთხო დედაქალაქი. შესაბამისად არც მიკვირს, რომ ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ და კონკრეტულად ჩვენი დედაქალაქის მიმართ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ დიდი რაოდენობით საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ექსპედიას ახალი მონაცემები კი ტურისტული ინდუსტრიის გაზრდის გარანტია.